იმ ადამიანებსაც კი, ვინც ამ სისტემებს ქმნის, საკუთარ პროდუქტზე ექსპერიმენტების ჩატარება უწევთ, რათა გაიგონ რა შეუძლია მას სინამდვილეში. თავდაპირველად ისინი პროგრამას წვრთნიან და ამისთვის უზარმაზარ მონაცემებს, მაგალითად, მთელ ინტერნეტში არსებულ ტექსტებს აწვდიან. შემდეგ ამ ყველაფერს უამრავ კომპიუტერზე უშვებენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ტექსტში კანონზომიერებები დაიჭიროს. ამის მერე კი მოდელზე დაკვირვებას იწყებენ. ფრანგულად თუ ლაპარაკობ, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეგიძლია? ახლა ხომ არ მატყუებ? შესაძლოა პროგრამის გაწვრთნას 1 წელი დასჭირდეს. კიდევ 6 თვე კი იმის გასაგებად, თუ რა არის მისი ძირითადი შესაძლებლობები, ან რამდენად უსაფრთხოა იგი. თუმცა ძველ მოდელებშიც კი მუდმივად ახალ უნარებს აღმოვაჩენთ ხოლმე. თუ კითხვას სხვანაირად დაუსვავთ, ის უფრო ჭკვიანი ხდება. ასე რომ ეს აღარ არის ისეთი ინჟინერია, როგორიც ბოლო 50 წლის განმავლობაში იყო, როცა სპეციალისტი კონკრეტულ სისტემას პროგრამავდა გარკვეული დავალებების შესასრულებლად. ეს უკვე მეცნიერებაა. ჩვენ გვქნით რაღაცას, რაც თავისით იზრდება. თითქოს უცხოპლანეტური მცენარე იყოს. ჩვენ კი ვაკვირდებით, რას აკეთებს იგი. როგორც ბიოლოგიაში არ გვაქვს 100%-ით ზუსტი ცოდნა მცენარეების შესახებ, ისეა აქაც. ყველაფერი ბოლომდე არ ვიცით, მხოლოდ ზოგადი კანონზომიერებებია ცნობილი. ვიცით, რომ თუ მეტ კომპიუტერულ სიმძლავრეს დავამატებთ, სისტემა უმეტესად უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ზუსტად ვერავინ გეტყვით, რა შედეგს მიიღებთ კონკრეტული მონაცემების შეყვანისას.